ახლა არაღზე გამახსენდა ეს რომ ჩავიყავი ხელს პეტერბურგში ვარ და ერთი გოგონა მყავდა ნაცნობი რა ნაცნობი ხო რა ახლომდელი ნაცნობი პიანისტკა მოვიდა ჩემთან ერთი დღე მაქვს თავისუფალი რა სულ სპექტაკლები მქონდა წამო პეტერგოფი გაჩვენაო რა მე ვთხარი ეხლა შეთან ერთად პეტერგოფში რა წავა და ბანკანი წავიდე წამო გამიხურა რა წავიდეთ. აი და მარტო არ წამოვალ მეთქი ვარიანტი არსებ. ცხონებული ტრისტანს არალიძე იყო. ტრისტანს გამომყევი რა თან პეტერგოფი ვნახოთ რა ბოლო მართლა რუსი მეფეები რამე აქ საზაფხულო რეზიდენტი. წავედი ახლა რა დღეში ვარ პახმელი ცუდად ვარ და ახლა რამხელა პეტერგოფის რომ წარმოგიდგენი ეს რომ მოიარ. მეთქი წამო რა ამდენი არმატა რომ მეთქი პეტრეს ის ნახოთ საცხოვრობდა სადის და მე წამოვიდეთ რა ეს ზახოდი მაქვს ხო და შაქრის არა არყის აი ეს ხო ჩავიდა მაშინ აგარი არ მქონდა ხო და ეს მიდევს ახლა და შევედით დიდი დგას და ასავლის ხალხს უყვება რომ პეტრეს ძალიან უყვარდა დალევაო ასეთი საწოლი აქვს რა ასაწევი რომ ხშირად გული ერეოდაო ამიტომ ტაშტი ედგაო და აი ეს იმიტომ არის აღული რომ თავი არ დამჩვალიყო რაღაც აი ესო პეტრეს ჭიქა არისო რაღაცა და ბიჭო მეძახის რა ეს ფეთქავს მაგრამ როგორია თო ამოიღო ასე ხო დაარტყა მე ვთხარი ამას სტრესას ვეუბნები რომ ცოტა პატარა სტენკა გამიკეთე და ეს გოგოც პიანისტკა იყო მე ვთხარი შენ საქმედან მოდიხი და დავტყდი ეს დიდი წავიდა ამ თავის ხალხთან ერთად იმათ ათვალები იმას გონია რომ ჩვენს მასში ვარ ერთ კამპოჩში ვარ და ეს ხალხი სანამ წავიდო და იქ დავასხი პეტრეს ჭიქაში აგებაზე და წამოვწეხი პედრე გაგიმარჯოს რაც და პროსტა გული არ ამრევია წამოუწექი ხო წამოუწექი და ასე რომ პეტრე პირველი ჭიქი დამაგდალეული ამიტომ აი ასე ვეღარ მივიდივარ რუსეთში რომ პეტრე პირველი ჭიქი დავი გენაცვალე